დღეს ჩვენ ვითამაშებთ არაფუძ მობაილს, არამედ Minecraft-ს. შევიდეთ. აგერ შევედით უკვე და დავუჭიროთ თამაშს. და შევქმნათ ახალი სამყარო. რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ცხოვრება და მე მინდა რომ ავიშალოთ სახლი და იქ ვიცხოვრო და თანდათან გავამჯობესოთ იგრი და გქონდეს ეს სამყარო. ვირჩიოთ ადვილი და ბონუსი და სკივრი ბონუსით და დავიწყოთ თამაში. დაველოდოთ სამჩერთება. მე თქვენ არ გავადინეთ და პირდაპირ ჩავერთო როცა ჩაირთვება. აი შევედი უკვე და გავჩნდით აი ეს სამყაროში. პირდაპირ წავიდეთ და ხე მოვუჩეხოთ. ისინი წარჩირებენ და უნდა ვდგათ და გავარძელოთ ხის მოჩეხო. ისე ბონუსი ის ხომ გავაკეთე სკივრი და სად არის? იქნებ მაღლა ვნახოთ. იქნებ მაღლა მოვძებნო. Скивро, садхар. აუ ესეთ რა ადგილას გაჩნდა ეს სკივრი. ცხრები. მომავში გაწირდება. საჩავაგდი. აი მოკვდა. კარგით რადგან ვერ ვიპოვე ჩემი სკივრი, უბრალოდ გავგრძელებ ხის მოჩეხოს. უკვე 3 ხე მაქვს და გავიკეთებ. ამებს შემდეგ crafting tables და ჯოხებს. დავდგეთ crafting table და გავიკეთოთ ხის წერაქვი. შევიდეთ დავლა რადგან იქ არის ხოთა. აი ისიც. დავიწყოთ მისი დათრება. გერქვა. ვიღოთ 19 ქვა. და 27. 27 ქვა. აუ 29 მაქვს და მოვალ მახლა. მიწის დახმარი. კარგიტრა. crafting table. ეს მინდა ვინახეთ ეხლა. ეს არის მისტერ ცხვა. ხო იცი. და კიდევ ერთი ცხვარიც და სატელით ჩვენ ხელში იქნება. კიდევ ცოტა ხედა გჭირდება, რადგან მეტი ჯოხი გჭირდება უფრო. რამდენი გვეყოფა. გავიკეთოთ პირველ რიგში კიდევ უფრო მეტი ბლოკები, უფრო მეტი
ჯოხები, ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ქვის ინსტრუმენტები. უფრო მეტი ჯოხები გჭირდებოდა დაგვრჩა ხმალი და ბალე. დავილაგო ყველაფერი აი აქ. ოკეი. შემდეგ კი მოვჩეხოთ უფრო მეტი ხე, რადგან სახლი ავიშენოთ. მე თქვენ არ გამლოდინებთ და მოვჩეხავ ხეებს და შემდეგ ერთად დავიწყოთ სახლის აშენება. იქ ძაღლია, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ძვლები რომ მოვიშინავ. კარგით აბა დაგიბრუნდებით, როცა მეტი ხე მექნება. კარგით მეგობრებო, აგერ დაგიბრუნდით და მე მაქვს 1 სტაკი და 16 ცალი ხე. გადავაკეთოთ აი ეს მხოლოდ 64 ესეთ ბლოკებად. დაგიბრუნდებით, როცა გადავაკეთებ. უკვე გადავაკეთე და ასევე მეგობრებო, სანამ ხებს ჩეხავდი, კიდევ ვიპოვე ერთი ცხვარი და მოუკალი და ახლა შემიძლია საწოლი გავიკეთე, რომელიც დამჭირდება, რადგან უკეთ ხრამდებოდა არც ისე მინდა რომ ზომბებმა მომკლან. ამიტომ დავიძინოთ. უკვე გავიღვიძე. ავიღოთ ისევ ჩვენი საწოლი და ახლა დავიწყოთ სახლის აშენება, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, აი ეს სედმეტი მიწა მოვაშოროთ აქედან. ერთი ვაშლი ავიღოთ და გავგრძელოთ. ეგრე ჩვენი მისტერ მეტი საჭმელი გჭირდება. შენერეთ შემთხვევით გავხუჭი ისევ გადაგვიწა და აქაც ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია სახლის აშენება დავიწყოთ. აი დაახლოებით სიმაღლით იქნება აი ეს 4 ბლოკი, მაგრამ რადგან ზევიდან უნდა გავუკეთოთ ასევე რა თქმა უნდა ჭერიც ახია და მიშლის წინასვლაში, რადგან გავუკეთებთ ზევიდან ასევე რა თქმა უნდა ჭერს, შიგნიდან მხოლოდ იქნება 3 ბლოკი სივრცე. აი მოვიდეთ აქამდე და შემდეგ წავიდეთ აი აქეთ მხარეს. სახლი გადავწყვიტე რომ მქონდეს აი მთლად დიდი არ მჭირდება. აუ შემთხვევით ბლოკი გამოვთვალე დაბლა 2 ცალი. დავდგა მე რო არ დამჭირდეს ისო ჩაიხლა და ისო მახლაო. და პირველი სტაკი დამემთორდა. შემდეგ გავიღოთ შემდეგი სტაკი და დავიწყოთ. ახლა უკვე მოვუხმოთ აქეთ მხარეს. ჩემს სახლში კიდევ ერთი ცხვარი გაჩენილა. შემთხვევით ერთი ბლოკი გავკიდე, შემდეგ გავტეხავ და კიდევ ერთი ასე და შემდეგ მოვუხმოთ. და კიდევ ჩემი სახლი უფრო ლამაზი რომ იყოს, აი ამ კუთხეებში ხეებს გავტეხავ. და აქ დავდგა ჩვეულებრივ ხეს. ყველა კუთხეში დაგიბრუნდებით, როცა ამას გავაკეთებ. აგერ მეგობრებო, უკვე ბოლო მხარე დამრჩა და მოვჭა. ახლა კი ჩავიდეთ დაბლა და გავტეხოთ ეს ერთი ზედმეტი ბლოკი. მალე გამიტყდება ჩემი
ქვის ნაჯახი და იმიტომ ახლის გაკეთება მომდევს. შემდეგ გავტეხთ აქ ეს ორი ცალი ფიცარი და იმიტომ რომ დაგვჭირდება აქ კარები. ასევე ჩვენი crafting table-იც ავიღოთ, რადგან შემდეგ შიგნით დავიდგამ და ჩვენი ნიჩაბის დახმარებით. ჩვენი ნიჩაბის დახმარებით აი ეს მიწა შედარებით მოვაშოროთ. შემდეგ დაბლაც მოვაშოროთ. ასე რაც შეცდომით მოვაშორეთ დავაბრუნოთ ისევ და გავაგრძელოთ მიწის მოშორება. ამ მიწის ადგილას ვადგათ ფიცრები, რადგან მქონდეს ლამაზი იატაკი. აგერ უკვე მოგვიწყოს შემდეგი სტაკის გამოყენება. რაც ჩავდგათ. დავიღოთ ეს მიწა, რომელიც ზუსტია. იატაკის გაკეთებას მოუჩი აქ დავდგოთ ჩვენი crafting table-ი და გავიკეთოთ კარები. დავიღოთ კარები და დავდგათ აქ. ახლა კი დროა გავიკეთოთ ახალი ნაჯახი. რადგან ეს ძალიან მალე გამოიხდება. და გავაკეთოთ ადგილები ფანჯრებისთვის. კარებთანაც გავაკეთოთ ფანჯრები. აი ასე ლამაზად. აი გამიწყდა უკვე ძველი ნაჯახი და ავიღოთ ახალი. აი აქაც გავაკეთოთ. გავიხედოთ და დავაკვირდეთ საქმე ახლოს ქვიშა ხომ არ არის. რადგან როცა მას დავწვავთ ჩვენ მივიღებთ მინას. მაგრამ სამწუხაროდ ახლოს არ არის მინები. უბრალოდ ქვიშა. აი ყოფილა. რომ არ დაგვავიწყდეს სად არის ჩვენი სახლი, ეს გავაკეთებ. დიდ სტოლს ნახო. აი ჩემი სკიური სად ყოფილა. გადავსხმაში. აი კიდევ ერთი წერაქვი. ბევრი საჭმელი ავიღოთ. ხოლო დანარჩენი ნივთები არ გვჭირდება. კაქტუსები დაგვჭირდება. მოვიღებ. შემდეგ ვიხდებით რა დაგვჭირდება.
ახლა კი როგორმე ფრთხილად უნდა ჩავიდეთ დაბლა. რომ არ მოვკვდეთ. აგერ დაბლა წყალია და უნდა გავრისკო. თუმცა უფრო ახლოს მივალ. და ოხტები და აგერ ქვიშაც. ჩვენ ბევრი დაგვჭირდება, რადგან თანჯრების საკმაოდ დიდი გავაკეთებ. კარგით, როცა ქვიშას ავიღებ, დაგიბრუნდებით. აგერ 46 ქვიშა ავიღე და ჩემი ნიჩაბიც გადყდა. თუმცა ერთი ცუდი ამბავია, მე არ ვიცი, სად არის ჩემი სახლი. მაგრამ იქ როგორ ავიდე. კარგით, დაგიბრუნდებით, როცა ჩემ სახლამდე მივალ. კარგით, მეგობრებო, მე უკვე დავბრუნდი ჩემ სახლში და აი ეს რკინაც, რომელიც განახეთ, ეგეც ავიღე. მაგრამ გზაში კიდევ აღმოვაჩინე და სულ 11 ცალი აქვს ახლა. და როგორც ხედავთ, მშია. მაგრამ მე ბევრი საჭმელი მაქვს და შევჭამა. ახლა კი უფრო ბევრ ქვას ავიღებ. უფრო ბევრი ქვა მჭირდება იმისთვის, რომ გავიკეთო მეტი შესაძლებლობები. რადგან ძალიან დიდი დრო არ დამჭირდეს ჩემი ქვიშის შესაძლებლად. რამდენი ქვა მაქვს? ძალიან ბევრი მქონია, რამდენი უეჭველი მეყოფა, ამიტომ მომოვიდეთ. და გავუკეთოთ რაც შეიძლება ბევრი შესაძლებლობები. შვიდ წელს შეგვიძლია. და დავდგათ ყველა. აი ასე. და იმისთვის რომ და რადგან ამ შეწყვეტს ძალიან ბევრი დრო კარგით, აბა დაგიბრუნდებით, როცა უკვე ყველა ქვიშას შევწვალ.